ბათუმში სტუმრად 15-მდე ებრაელი ჟურნალისტი იმყოფება. უცხოური მედიის წარმომადგენლები 2 დღის განმავლობაში რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან და მას პოპულარიზაციას გაუწევენ. სტუმრებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში სპეციალური პრეზენტაცია ჩაუტარდათ. საინფორმაციო ტურის ფარგლებში დაგეგმილია ბათუმის ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული ადგილების მონახულება. ვიზიტის დასრულების შემდეგ ებრაელი ჟურნალისტები საქართველოსა და აჭარაზე სტატიებსა და ვიდეო რგოლებს მოამზადებენ. ისრაელი აჭარისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, სადაც დეპარტამენტი სარეკლამო კამპანიასაც ახორციელებს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გაზაფხულამდე 20-მდე საინფორმაციო ტურის ორგანიზებას გეგმავს, რომელთა მიზანს სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვა წარმოადგენს. ამ ინფოდაპრესტურების ფარგლებში მოხდება პოპულარიზაცია ჩვენი რეგიონისა სხვადასხვა სამიზნე ქვეყნებში, სადაც ასევე ხორციელდება სარეკლამო კამპანიები ჩვენი დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაციას. ებრაელი ჟურნალისტები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობენ ისრაელში ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციას და ისინი გამოაქვეყნებენ სხვადასხვა სტატიებს ებრაულ მედიაში. აჭარა განსაკუთრებით ლამაზია თავისი ბუნებითა და ტურისტული ინფრასტრუქტურით. შტამბეშტავია ძველი და ახალი კულტურისა და ფასეულობების კომბინაცია. ჩვენ აუცილებლად გაუწევთ პოპულარიზაციას თქვენს რეგიონს უცხოურ მედიაში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ვიზიტი ხელს შეუწყობს ისრაელიდან ტურისტული ნაკადის ზრდას.